მოგესალმებით, აი ეს არის ჩემი მორთული, ჩემი გაკეთებული არის. მოიცა გვერდიდან გაჩვენოთ ავალ სახლში და მოვყვები ამის ისტორიას, საიდან მომაფიქრდა ამის გაკეთება. ეს არის ფერადი, უბრალოდ ტელეფონის კამერა ვერ აღიქვავს და თვალით უფრო სხვანაირად ჩანს. უფრო სწორედ ეს ტელევიზიის პროფესიონალურ კამერაში გამოჩნდება ნაღდი ფერადი. აი დავაპაუზო და ავედი სახლში და მოვყვები ისტორიას და ისევე ჩავალ, ისევე ჩამოვალ. კაი შევედი. აჰა, იღებს აი ესე დაიჭირე. აჰა. ეკრანს არ მოკიდო თორე. ხელი ჩანს. ესე მოკიდე, ესე მოკიდე. ხო, კაია. კაია, დროზე უნდა მოვასწრო. ხო, მოკლედ ვაგრძელებ ვიდეოს გადაღებას და ეზოს მხარეზე ადრე ვქონდა აი ამეებით მორთული. ერთი წუთი შევაერთო, შევაერთო. 2008 წელს სუპერმარკეტი Big Ben-ი რო იყო, გადააგდო დიდი ნაძვისხე, რომელიც არ ვარგოდა რა, ორი დიდი ნაძვისხე იყო და ორივე მხარე იყო ვერხუშკა. ხო და ესენი ეკეთა რა და მოვაძრე იმ ნაძვისხეს, ასეთი მოვაძრე რა და როგორ იყო იცი, ნათურები აკლდა რა, პირველსაც და მეორესაც, ამიტომ ნათურები იმას მოვხსენი და გავაკეთე ამაზე. და აიმთო. ხო და 3 წელი ვედო სახლში ვფიქრობდი რა გავაკეთო და მოვიფიქრე, მოდი გავაკეთებ ამას ეზოს მხარეზე მეთქი, ხო და 2011 წლის ნოემბერში, სანამ დეკემბერი გახდებოდა, გავაკეთე ეზოს მხარეზე. მერე 2013 წლის ნოემბერში დავიწყე აი ესენი იყო. აი ეხლა გადაწურა საღებავი კრასკა რომ მოვხსენი. აი ესეთი ის იყო რა, არ იყო ფერადები და აი გავაფერადე, აი ნახეთ. აი ამეები. ესე იგი ყვითელი, მწვანე, წითელი, ვარდისფერი, თუ იასამნისფერი და ლურჯი იგივე ცისფერი ფერის. აი როგორიც აი ფერადებია, მაგრამ გადაწურა საღებავი მოხსნის დროს. ხო და მერე გადავწყვიტი ამის გამოცვლა, იმიტომ რომ შარშან ჯერ გადაიწვა მწვანე ფერი. რო გამოვცვალე, აი ეს ნატურალურად დავაყენე, აი შევღებე მწვანეთ, მერე გადაიწვა ყვითელი ფერი. მერე გადაიწვა ლურჯი და ესე ვცვლიდი და ვღებავდი, დავიტანჯე და ვთქვი, რომ ქუჩის მხარეზე რომ აქ ნახიდი გაკეთებული მეთქი, მოდი ეზოს მხარეზეც ნახიც გავაკეთებ მეთქი და ავდექი ვიყიდე და დავაყენე ეზოს მხარეზე. ანუ ესე ქუჩის მხარეზე რო არის ნაყიდი, ვიფიქრე ეზოს მხარეზეც იყოს ნაყიდი მეთქი და გავაკეთე ეზოს მხარეზე ნაყიდი. კაი მიცა, ჩავედი. დავბრუნდი ისევ ეზოში და აი წეღარო გაჩვენით ის ეკეთა აქ. ოღონდ ის იყო აი ასე ადიოდა, აი ასე და აი ასე ჩამოდიოდა და ეს რო ვიყიდე უფრო მეტი მორთული გამოვიდა ფანჯრები. ხო. და ის რო ეკეთა იწვებოდა წარამარა რა და დავიტანჯე გამოცვლით რა და მაგიტომაც გადავწყვიტე რომ მოდი ქუჩის მხარეზე რომ მორთული მაქვს ნაყიდი ნათურებით მეთქი, ისევე იყოს ნაყიდი ეზოს მხარეზე მეთქი და გავაკეთე ასე ეზოს მხარეზე. კაი, გავედი ახლა ქუჩაში. აი აქედან უფრო ფერადი ჩანს და მოპირდაპირე მხარედან უფრო
არ ჩანს ფერადი. მოპირდაპირე მხარეს გადავალ და იქიდან მოვყვები ყველაფერს. მერე ამოვიდა აი ეს მეზობელი ამოვიდა და მითხრა ეზოს მხარეზე რომ მოვთერო რა კარგი მორთული არისო, მოდიო მეც მინდაო რა მოვთოთო ქუჩის მხარეზეო და კაი და გავაკეთეთ ქუჩის მხარეზე. კაი, ახლა გადავალ მოპირდაპირე მხარეს და იქიდან ვილაპარაკებ. ესეც ახლა გადმოვედი მოპირდაპირე მხარეზე და თავიდან როგორ იყო გაკეთებული. 2017 წელს დავამატე ქუჩის მხარეზე, ანუ იყო თავიდან გაკეთებული აი ასე და ჩადიოდა აი ამ აივანზე. მერე შევთავაზე აი ამ მეზობელს. მოგთოთ მეთქი, თუ წინააღმდეგი არ იქნები მეთქი, შენც გაგიკეთებ მეთქი რა და კაიო გააკეთეო. მერე შევთავაზე აი ამას. ამან გაჭირვებით დამთანხმდა რა. ხო და აი ამან ამ წელს მთხოვა გეხვეწებიო რა მეც მინდაო თქვენ ეხლა ქარია და ხმა მაღლა ვლაპარაკობ რომ იმიტომ რომ ქარმა შეიძლება ჩაახშოს და ხმა ვერ ჩაიწეროს რა მარტო ქარის ხმა ისმოდეს ხო აი ამან მთხოვა რომ მეც მინდაო რა რომ თქვენ აივნებს მიუერთდეო ხო და გავაკეთე ამასთანაც ეხლა კითხვა კი დაგებადებათ რატო არ არისო აი იქო ამაზე გიპასუხებთ აი აქ იმიტომ არ არის რომ აი ამ მეზობელს გაქირავებული აქვს დგმურები იცვლებიან ხოლმე და რა ვიცი ეხლა რა ხასიათზე იქნება არ მოეწონოს იმ დგმურს ხო ან გადაჭრას ან არ დააზიანოს ხო და მინდოდა აი ასე ამეყვანა ამასთან და ამისგან ჩასულიყო აი ასე ამიტომაც გავაკეთე აი ასე ხო და ეხლა რა მინდა თქვა ესენი მე ანთებული მექნება 1 თებერვლის დასაწყისამდე რა იმიტომ რომ იანვრის ბოლომდე ახალი წელი ჯერ კიდევ არის რა და ნაძვისხესაც მასე რა 1 თებერვლის მერე ავიღებ იმიტომ რომ იანვრის ბოლომდე ახალი წელი ჯერ კიდევ არის რა და ხალხი რო იძახის ნაძვისხე აიღეთო ნათლისღებაზეო ეს არის სისულელე არაფერი შეხება არ აქვს ნაძვისხეს ნათლისღებასთან და ეკლესიასთან თუ გინდა ზაფხულში აიღეთ ან მთელი წელი გედგათ რა ვიცი მე თუ მკითხავთ ნაძვისხის დადგმა უნდა მოხდეს 1 დეკემბერს და აღება მოხდეს 1 მარტს რა თან 1 მარტი არის ზამთრის დასასრული და გაზაფხულის დასაწყისი აი აქედან უფრო კარგად ჩანს გავივლი აქედან უფრო უკეთესია აი ახლოდან უფრო ფერადად ჩანს ვიდრე შორიდან ეხლა ავალ სახლში და გაჩვენებთ რომ ნამდვილად ჩემი მორთულია იმიტომ რომ ხო შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გადაიღოს და თქვას რომ ჩემი მორთულიაო ავალ სახლში და ფანჯრებიდან გამოვიხედავ და ისე გაჩვენებთ კაროჩე ამის გადაღება ჯობია
ტელევიზიის პროფესიონალური ვიდეოკამერით და არა ტელეფონით. იმიტომ რომ ტელევიზიის ვიდეოკამერაში უფრო ფერადი გამოჩნდება თან ისე როგორც თვალით რო ხედავთ. აი ავედი სახში. ესეც ასე შემოვედი სახლში. ერთი ნაძვის ხე, მეორე ნაძვის ხე. მარტო სახლში 3 ჩართული. აჰა. ფაქტები, აჰა. აჰა. აი და აი ესა. ესეც გამოვაჩინოთ. ხლა აჰა. აი ფაქტები რომ დარწმუნდეთ რომ ნამდვილად ჩემი გაკეთებულია. აი So ეგაა რა. ამან დამტანჯა მაგრა შარშანა. ალბი გამოძახება არ იყო. გარეთ ორნი ელოდებოდნენ და ფურგონში მძღოლი იჯდა. მაღალი სიცხე აქვს და უნდა აუხსნათ, რომ ჩვენ სერიოზული სამსახური გვაქვს. ეს იცის. საშობაოდ